უცნობი ხალხს აშინებს ზოგადად, ხო ფაქტია. ამ უცნობში ძალიან მარტივად რაღაც შეაპარო, იცი და ანუ ეგ არის აი ბრენდინგის ნაწილია. მაგალითად, საკობიდან ელემენტები ძალიან ცუდად დაიბრენდა 1-2 ცუდი საკობიდან ელემენტის გამო. მეც კი მართლა აკრძალული ევროკავშირშიც მაგალითად, მაგრამ ამერიკაში შეიძლება არ იყოს აკრძალული მათი რეგულაციებით. 1-2 რაღაცის გამო, ანუ მასიურად გვეშინია ყველაფერს და ეს ეკოდი გავიგეთ და ერთხელ ვიღაცამ წაიკითხა ეს ეკოდი და E327-იან რაღაც ეგეთი და მოკლედ იძახის კოშმარია რა. იმიტომ ემულგატორში იძახის ყველაფერს. ჯერ სიტყვა ემულგატორის ფუნქციის მნიშვნელობაც არ იცის თითქმის არავინ რა და ემულგატორი ძალიან მარტივი რაღაცა უბრალოდ ნივთიერება, რომელიც წყალს და ცხიმს ერთმანეთში აფიქსირებს. ყველაზე გავრცელებული ემულგატორი მდოგვიარი და კვერცხის გული. და ამიტომ ყველაფერს ემულგატორს იძახიან და სუდიაო იძახიან. მე თუ ვნახე მაგალითად რომ E ნიშნავს ევროპა კოდს ნიშნავს. ამ ეკოდებში თუ მაგალითად კონსერვს ვყიდულობ და შეგინთ ლიმონმჟავა ეს კოდი არა აქვს, ესე იგი რაღაც უცნაურად გაკეთებული არა და წესი კარგად დაცული პირიქით, ანუ ის გარანტია ჩემთვის იმის რომ უნებლობაა დაცული პროდუქტის წარმოებაში რა. ძალიან მიყვარს მაგალითი E100 პირველი კოდი რაც არის რა. არის საკობის საღებავების კოდებია E100-დან E192-მდე. E100 არის კურკუმა. ანუ